1265 წლის აღდგომა დღეს საკმაოდ განვითარებული, კულტურულად და ეკონომიკურად დაყვავებული ქალაქი რუსთავი მტერმა პირისაგან მიწისა აღგავა. ცნობილია მტერი და ცნობილია ამ სასტიკი დარბევის პოლიტიკური მოტივები. მაგრამ დღემდე ჩვენთვის უცნობია თუ ვის მიერ იქნა გაძარცვული, აოხრებული და პრაქტიკულად აღგვილი პირისაგან მიწისა მე-20 საუკუნეში ახლიდან დაბადებული ქალაქის რუსთავის მკვიდრთა მიერ იაღლუჯის მთის ფერდობებზე გაშენებული ბაღვენახები. ეს მე-20 საუკუნის მიწურულს მოხდა. არაერთ კონკრეტულ დღეს, არამედ თანდათანობით, ზედმიწევნით და ორგანიზებულად, დროის მოკლე მონაკვეთში. იმ პერიოდში კი, კერძოდ 90-იან წლების მეორე ნახევარში, საქართველოში სამხედრო გადატრიალების, ომისა და ტერიტორიების დაკარგვის ფონზე რუსთაველებს თავიანთი ნაკვეთებისთვის არ ეცალათ. მით უმეტეს რომ უკვე აღარ მოძრაობდა ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დანიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო საკუთარი ავტომობილით გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიში იყო. მით უფრო ქალაქგარეთ, მით უფრო მთის ფერდობებზე. საბაღე ნაკვეთების გადაცემა კი რუსთაველ მშრომელებზე 80-იანი წლების პირველი ნახევრიდან დაიწყო. საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილება 862, რომელიც გამოიცა 1980 წლის 15 დეკემბერს, რომელსაც ხელს აწერს აც განსვენებული ზურაბ პატარიძე, დიდი ძალის ხმების შედეგად იალღუჯის მთის მასივზე გამოყოფილი იქნა რუსთავის მოსახლეობისათვის და შერჩეული იქნა უმთავრესად საბაღე მიწის ნაკვეთები. შემდგომში ამ დადგენილებას დაერთო 1991 წლის ნომერი 729 დადგენილება, რომელიც გამოსცა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონმა ჭითანავამ, რომ გამოეყო რუსთავის საზოგადოებას, შრომელებს, საწარმოებს, გამოეყოთ მიწის ნაკვეთები იალღუჯის მთის მასივზე. ამით დაკანონდა ერთხელ და სამუდამოდ იმ მიწის ნაკვეთების გამოყოფა, რომელიც სახელმწიფომ თავისი ნებასურებლით გამოუყო რუსთავის მშრომელებს. რუსთაველებმა სულ 2-3 წელიწადში ეს ნაკვეთები ბაღნარად აქციეს, მოყავდათ მოსავალი, გამოსასვლელ დღეებში შრომობდნენ და ისვენებდნენ. 90-იან წლებში მუშაობდი აზოტის ქარხანაში და გოგოლაძის დავალებით ვატარებდი იალღუჯაზე თანამშრომლებს. უფასოდ შაბათ-დილით მივდიოდი 8 საათზე, საღამოთი მომყავდა 7 საათზე. ორი ნაკვეთი მქონდა დამუშავებული ხეხილით სავსე შემოღობილი ნერჯავექის სეტკით, 5 ტონიანი ბაკი მქონდა. გავაკეთე დიდი წყლის საცავე ბაკი და სარწყავად, ასევე ჩავდგი პატარა სახლივით, ესე ბუდკასავით სახლი და იქ მომყავდა 2 წელი მოსავალი. შემოღობილი, შემოფარგლული მქონდა ძალიან ლამაზად, ტრუბებით, ყველაფერით და გაკეთებული და 2 წელი ვამუშავე. იალღუჯის მთებზე მამა ჩემა და ჩემა ძმამ ერთმა მიიღო 1985 წელში 600-იანი და 99-ში 1980 ჩემა ძმა მიიღო ისიც ნაკვეთი, ორივემში ქონდა პატარა სახლი, 4 ტონიანი ბაღი, შემოღობილი, ხეხილი, ბოსტნეული, დაბლა ნაკვეთში კიდევ ქონდა ვენახი. დაახლოებით 5-6 წელიწადში საქართველოში დაიწყო არნახული ქურდობა, ძარცვა, გაჩანაგდა რუსთაველთა ნაშრომიც. გამკითხავი კი არავინ იყო. მაგრამ სამწუხაროდ შემდგომში მოვლენებმა, რომელიც განვითარდა საქართველოში, სოციალური, ეკონომიური თუ პოლიტიკური, ეს მიწის ნაკვეთები სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა და რუსთავის მოსახლეობამ ფაქტობრივად განკარგვა ამ მიწის ნაკვეთებზე დაკარგა. მერე დაიწყო ისეთი დრო, დადგა დრო, რომ ვეღარც მივდიოდით სახლიდანაც ვეღარ გავდიოდით. აი ახლა გაანადგურეს მერე იქაურობა და როცა ავედი ასახაზად საერთოდ არაფერი აღარ იყო. ტრიალი, ტრამალი, მინდორი, ველი იყო ასე გაშლილი. აბსოლუტურად
წაიღეს ყველაფერი, ნოლზეა გასწორებული და ერთი პერიოდი, როცა რომ მე მას კრანის გარეშე ამას ვერ წაიღებდნენ და დიდი მძიმე იმის რა ქვია, ტრაილერის გარეშე, რომ მივედი ჩემი საკუთარი მანქანის შიგნით ბარი და ლაფათქები იყო და უნდა წამომეღო. რო შევედი ამ იმაში, პადვაში, მოვიდა მილიცია. ახლა რას აკეთებოდა? რას ვაკეთებდი? თავებს გაგიკითხავთ ახლა მეთქი. ჩემ საკუთარ ნაშრომში და ნაუფლარში მოვედი მეთქი და ვაი ბოდიშიო მანქანის ნომერსო მაინც დავაფიქსირებ. და ის რაც იყო ის ხერხი რაღაცები წამოვიღე და მე 1-2 კვირის შემდეგ ავედი ნასახი არ იყო არაფერს. არაფერი არ დარჩა, აბსოლუტურად ყველაფერი გაძარცვეს, ეს განუკითხაობა რო იყო, არც ტრანსპორტი იყო, ვერ მივდიოდი თავის დროზე ჩვენი წყალიც იყო, შუქიც იყო, ყველაფრის ფულსაც ვიხდიდით. ყველანაირად უვლიდით ამ ჩვენ ბაღებს. ეხლა даже ადგილსაც ვერ პოულობთ, იმიტომ რომ არაფერი არ არის, არის ტრიალ მინდორი. მე გახლავართ საბაღო ამხანაგურების ერთ-ერთი წევრი იუზა ჩუბინიძე, რომელიც ამჟამად მდგევარ იმ ნაკვეთში, რომელიც ჰქონდა გამოყოფილი 1985 წელს. ვამუშავებდი, მომყავდა რაღაცები, ჰქონდა სათავსი, ჰქონდა ბლოკი მოტანილი 1500 წელი, რომელთაც უნდა ამეშენებინა სახლი და მე დაიწყო გაჩანაგება ყველაფრის აქ და მიიყვანეს სახლებიც კი დაანგრიეს, რომელსაც ვისაც ჰქონდა. ჩემი აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს. 1992 წელს საქართველოში განხორციელდა საყოველთაო პრივატიზირება. ჩვენი მებაღეები, რომლებიც ამ 1334 გექტარ მიწის ფართობს ფლობდნენ, ავტომატურად, როგორც სამართალ მემკვიდრე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, ავტომატურად გახდნენ ამ უძრავი ქონების მფლობელები. 1999 წელს უკეთ დამოუკიდებელი საქართველოს ფაქტიურმა მთავრობამაც იურიდიულად დაუკანონა რუსთაველ მებაღეებს თავიანთი ნაკვეთები. 1999 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრის ბატონი ვაჟა ლორდ-კიფანიძეს განკარგულებით რუსთავის მოსახლეობას დაუბრუნდა თავის დროზე გამოყოფილი საბაღე მიწის ნაკვეთების ტერიტორია. იმავე პროფილით, რომ აუცილებლად უნდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანისათვის უნდა გამოიყენებინათ. ეს დადგენილება გახლავთ 61-10. როდესაც ქვეყანაში ახალი კანონები შემოვიდა, მოსახლეობა ეტაპობრივად შეუდგა თავისი უძრავი ქონების რეგისტრაციას. დაიწყეს ჯერ საკუთარი საცხოვრისის გატარება რეესტრში, შემდეგ მიწის ნაკვეთების, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ამ პროცესში ახალმა ძარცვამ და უკანონობამ მიჩინა თავი. გარდა იმისა, რომ გასული საუკუნის მიწურულს რუსთაველი მშრომელების ბაღვენახები გააპარტახეს და შენობა ნაგებობები ნანგრევებად აქციეს, ესეც არ აკმარეს და 2000-იანი წლების მეორე ნახევარში მაშინდელმა მთავრობამ უკანონოდ გაასხვის საკიდეც. მოხდა უპრეცედენტო რამ, რუსთაველთა მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთები მარნეულის გამგეობამ, რომელსაც ეს ტერიტორია არ ეკუთვნოდა, სხვას გადასცა. დაინტერესებულმა პირებმა დამოუკიდებლად მიიტაცეს ეს მიწის ნაკვეთები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მებაღეების თვითნებურად კანონის უხეში დარღვევით. იგი რაში მდგომარეობდა ისმის ესეთი შეკითხვა? მდგომარეობდა იმაში, რომ ყაზბეგის რაიონის გამგეობამ წერილობით მომართა მარნეულის რაიონის გამგეობას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომ პროდუქტებით უზრუნველყოთ მოსახლეობა, ამ დადგენილების საფუძველზე მარნეულის რაიონს გამოეყო საძოვრისათვის ყაზბეგის რაიონისათვის 242 გექტარი მიწის ფართობი. ეს იყო ყოვლად უკანონო ქმედება როგორც ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ, ასევე მარნეულის რაიონის გამგეობის მიერ, რომელმაც შემდგომ გამოცდა თავისი განკარგულება და გარკვეული მიწის ნაკვეთი მართლაც გამოუყო ვინმე ფშაველა ციკლაურს. არ გასულა რამდენიმე წელი,
რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ვინმე მოქალაქე შალვა კაზალიკაშვილმა შეიძინა ეს მიწის ფართობი მოქალაქე გიორგი ციკლაურისგან. რუსთაველ მოქალაქეებს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ამ საბაღე მიწის ნაკვეთების ირგვლივ. და მათ შორის 16-მა მებაღემ მიაღწია იმას, რომ მიუხედავად იმის, რომ გაიარეს სამივე ინსტანციის სასამართლო მიაღწიეს იმას, რომ ეს მიწის ნაკვეთები დაერეგისტრირებინათ თავიანთ სახელზე და უძრავი ქონება გამხდარიყო მათი. ამ შედეგმა, რა თქმა უნდა, უკუშედეგიც გამოიწვია იმის გამო, რომ კაზალიკაშვილები იძულებული გახდნენ, რომ მიემართათ ბოლნისის რაიონის სასამართლოსათვის სასარჩელო მოთხოვნით, რომ გაეუქმებინათ ამ 16 მოქალაქისათვის საკუთრების უფლება იალღუჯის მასივის საბაღე მიწის ნაკვეთებზე. 2019 წლის დეკემბრის თვეში იმსჯელა რა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა კაზალიკაშვილებს შემოტანილ სარჩელზე იმის გამო, რომ თავის დროზე ქვემო ქართლის ოქმი ნომერი 4081 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ თავის დროზე იქნა გაუქმებელი. ამან საფუძველი მისცა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, რომ ეს გადაწყვეტილება გაეუქმებინა. 2021 წლის 21 ივლისს კაზალიკაშვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. აგერ გავიდა უკვე 5 წელიწადი და ეს სარჩელი სააპელაციო საჩივარი დევს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და არ იხილავენ. შედგა სულ 3-ოდე სხდომა, რომელიც შემდგომში იქნა გადადებული და დღევანდელობამდე ეს საკითხი ასეთ გაურკვეველ ვითარებაშია და რუსთავის საბაღე მიწის ნაკვეთის მფლობელები დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ამ პროცესების განვითარების შემდგომ მიაღლუჯის საბაღე ამხანაგობის ვერცერთი წევრი და კანონიერი მიწის მფლობელი ვერ იმტკიცებს საკუთარ ნაკვეთს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია. 2019 წელს დავიწყე ბრძოლა იმისათვის, რომ ჩემი ნაკვეთი დამეკანონებინა ახალი წესებით და შევიტანე განცხადება რეესტრში. გავაკეთე სპორადული ახსნის აზოვა და მე 2025 წლამდე მაინც ვერ მოვახერხე, რამდენიმე მიწერმოწერა ქონა, ალბათ ერთი 30 წერილი მომივიდა და 2025 წელს გამომიძახეს და გავაკეთე უკვე სისტემური აღრიცხვით აღწერით ის ნაკვეთის ისა აზოვა. თავიდანვე დავიწყე 2025 წლის მთელი წელიწადი ჩავაბარე საბუთები და მთელი წელიწადი სხვადასხვა მიზეზების გამო ერთი 15-ჯერ მაინც დამიბლოკეს. არა და მომივიდა 5 აგვისტოს 5 სექტემბერს, რომ გაუქმებული არის ჩემი ნაკვეთი. მე არ ვიცი 6 წლის თუ არ იყო გაუქმებული და თუნდაც იმ წელიწადს 1985 წელს როცა მომწეს, ახლა რა გაუქმდა არ ვიცი. როგორც ხედავთ, აქ არც სტიქიურად საშიში ადგილია და არც ვინმეს რამეში უშლის ხელს. ესე იგი რაღაც სხვა ბიზნესები ამოძრებს ხალხს, რადგან ჩვენს საკუთარ ნაკვეთებს არ გიდასტურებენ, არ გვიმტკიცებენ. 4 წლის წინ ავიყვანე კერძო მზომელი, სადაც ყოველგვარი საბუთები რაც საჭირო იყო, ესე იგი ჩავაბარე იუსტიციას. იუსტიციას, ესე იგი 4 წლის განმავლობაში ყოველ დღე, ყოველ ესე იგი თვე გამოშვებით ვაკითხავდი იუსტიციას, მაგრამ ერთი და იგივე პასუხი მომდიოდა, რომ ზრდება და ესე იგი არ მერეგისტრირებდნენ. ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ჩაბარებული მქონდა ეს ყველაფერი საბუთები, მარნეული რამდენჯერმე მქონდა შემოვლილი. კაპანახში რამდენჯერმე ვიყავი, რომ დამედასტურებინა თუ რა საბუთი მაკლდა და ჩივიოდი კიდევაც, რომ რა საბუთი მაკლეო, რატომ არ მიყურებია.
მიუხედავად ამისა, ხელახლა ესე იგი მაისის თვეში ხელახლა ავიყვანე მზომელები, ზედებას რომ მეუბნევენ ზედებაო, ხელახლა ავიყვანე მზომელები, მზომელმა ნახა ესე იგი გენერალური პროექტი, სადაც არის მიწის ნაკვეთი 42-73, სადაც იყო, იმის მიხედვით ავედით ადგილზე. ავდექით გავაკეთეთ ეს აზოვითი ნახაზები, მოწმეები ესე იგი სამი მოწმე ავიყვანე, რომელსაც გაფორმებული აქვს კანონიერად მიწის ნაკვეთი, მეზობლები და ერთი ჩემი მიმდებარე ვერიტყვით იმას გაუფორმებელი აქვს, ჩვეულებრივი ჩემი თანამშრომელი იყო, ჩემი მეზობელი იყო. ჩავაბარე მაისის თვეში და ველოდებოდი პასუხს. 2 თვის შემდეგ მომივიდა პასუხი უარყოფაზე, უარყოფა. მივაკითხე იუსტიცია მეუბნება რომ ესე იგი ხარვეზი არა გაქვს არაფერი, საბუთები ყველაფერი ესტრიქში გაქვს, ჩვენ ვაგზავნით წერილს სახელმწიფო დეპარტამენტში და იქიდან პასუხი არ მოგდის. ამიტომ ვერაფერს ვერ დაგეხმარებით. ავდექით გავასაჩივრე ერთხელ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მომივიდა პასუხი, ზედება და არ იძლევა ქონების მართვის დეპარტამენტი შესაბამის დადგენილებას. ხან 2 თვე ითხოვეს, ხან 1 თვე ითხოვეს. ეხლა ხელახლა მაქვს გასაჩივრებული ეს და არ ვიცი გარდაცვეთილება როგორი მომივა, ველოდები, აი ამ უკვე მე-5 წელია ველოდები ამ 900 კვადრატული მიწის ნაკვეთის გაფორმებაზე. წლების განმავლობაში სამთავრობო სტრუქტურებიდან იაღლუჯის მებაღეობის სამხანოგების წევრთა უფლებების და მოთხოვნების სისტემატურ მოუგულებელყოფამ მრავალი რუსთაველი ბუნებრივად გაერთიანა და კონკრეტული საერთო პრობლემური საკითხის გადასაჭრელად წარმოიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სათავეში რუსთაველი ახალგაზრდა ექიმი იაღლუჯის მებაღეობის წევრი მარიამ ქვარცხავა ჩაუდგა. ეს ამბავი დაიწყო დაახლოებით 5 თვის წინ, როდესაც ჩვენს ოჯახში დარეკა ოჯახის ახლობელმა და თქვა, რომ გონია ჩვენი იაღლუჯის ნაკვეთებიო გაასხვისესო. გაყიდულიაო ეს წაუკითხავს გაზეთში. ამ მომენტამდე ველოდებოდით, რომ სახელმწიფო თავისით დაგვირეგისტრირებდა, მაგრამ ეს უკვე იყო ის განგაშის სიგნალი, როდესაც აქტიურად დავიწყეთ ამ ამბების მოძიება. მოვიძე საბუთები, წავედი რეესტრში, განვაცხადე რეგისტრაციის შესახებ კიდევ ერთხელ და დავიწყე ჩემი ნაკვეთის მეზობლების მოძიება და ამიტომ გავაკეთე Facebook ჯგუფი. გაირკვა, რომ მთელი რუსთავის მასშტაბით 12000 ნაკვეთი დარიგებულა თურმე 80-90-იან წლებში. და ეს დარიგდა არა მხოლოდ აზოტიდან და კავშირგაბმულობიდან, არამედ მეტალურგიიდან, ქიმბოჭკოდან, ლუდისა და ხილეული წყლების კომპანიიდან, კულტურიდან, განათლებიდან, ჯანდაცვიდან, ყველა ორგანიზაციიდან დარიგდა ნაკვეთები. ასე გავაკეთე Facebook ჯგუფი, თავიდან არ ვიცოდი ამდენი ადამიანი თუ იყო და ნელ-ნელა შემოგვემატა და დღეს არის 5000 ჯგუფის წევრი. ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ვცდილობთ დავირეგისტრიროთ ჩვენი ნაკვეთები, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემები იჩენს თავს. საქმე იმაში გახლავთ, რომ გაირკვა თურმე ჩვენი ნაკვეთების ნაწილი 12000 ნაკვეთიდან 1600 ნაკვეთი 2008 წელს სახელმწიფოს დაურეგისტრირებია ყაზბეგელ მეცხვარეებს. ეს ტერიტორია მოიცავს არამხოლოდ სხვა ნაწილს, არამედ ჩვენ ნაკვეთებსაც, ზოგს ნაწილობრივ, ზოგს ფარავს სრულად და ასეთი ნაკვეთი არის 1600. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია, ის რისი ფლობის დოკუმენტების დიდი ხანია, წლებია გვიდევს სახლში, ის რის რეგისტრაციასაც ვცდილობთ ამდენი წელია და სამწუხაროდ უშედეგოდ და ახლა უკვე არის საკვანძო წერტილი, როდესაც გავერთიანდით ყველა და ვაკეთებთ საერთო საქმეს ერთად. დასაწყისისთვის ჩვენ მივმართეთ რუსთავის მერიას და ქვემო ქართლის რწმუნებულის სამსახურს. მათ მოგცეს პირობა, რომ დაგვეხმარებოდნენ, რაღაცები გააკეთეს კიდეც გუბერნიაში, თუმცა აი ჩვენი ქალაქის მერმა, ქალბატონმა ნინო ლაცაბიძემ გითხრა, რომ შეუძლებელი არ შეეძლო დახმარება, რადგან იაღლუჯის ტერიტორიები ახლა არის მარნეულის, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში. მივმართეთ, რა თქმა უნდა, მარნეულის მერიასაც და მათ უარი გითხრეს დახმარებაზე, რადგან ჩვენ ამას არავინ არ გვეკითხებაო, ესე გითხრეს სიტყვასიტყვით. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ჯერ გაგვეკეთებინა ონლაინ პეტიცია, ხოლო ახლა ვაკეთებთ
რეალურ ხელმოწერებს ვაგროვებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სახელმწიფოს მართვის ზედა ინსტანციებს და ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ რუსთაველებს გვაქვს ნაკვეთი იაღლუჯზე, ეს არის უკვე წლებია ჩვენს მფლობელობაში, თუმცა არ შეგვიძლია გარკვეული ბიუროკრატიისა და შეფერხებების გამო ვერ ვირეგისტრირებთ ამ ნაკვეთს. უფრო ზუსტად რეესტრი გვეუბნება უარს ნაკვეთების რეგისტრაციაზე. უფრო უარესი მდგომარეობაა ის, როდესაც რეესტრი არც თანხმობას გვეუბნება და არც უარს. თუ ჩვენ გვაქვს უარი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უჩვეულოთ სასამართლოში. რა თქმა უნდა, სასამართლოს გზაც არ არის სახარბიელო და შეიძლება წლები გაგრძელდეს, მაგრამ ასე პერსპექტივა მაინც გვაქვს. თუმცა ძალიან ბევრი ნაკვეთის რეგისტრაციის პროცესი გაჩერებულია შუაში იმ მომენტში, სადაც ჩვენ არც სასამართლოში ჩივილის უფლება გვაქვს და ვერც ვირეგისტრირებთ. ამიტომ ეს პრობლემა არის ძალიან კომპლექსური და მოითხოვს რამოდენიმე ინსტანციის ჩართულობას და რაც მთავარია, ნებას იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და ხალხს დაუბრუნოთ თავიანთი ნაკვეთები. 2025 წლის აგვისტოს თვეში რუსთაველების ჯგუფმა იაღლუჯის სამეზობლო მოაგროვა 4150 ხელმოწერა წერილზე, რომელშიც მოთხოვნილი იყო დროული სისტემური რეგისტრაცია და ნაკვეთების დაკანონება. პროკურატურას კი გამოძიების დაწყება. წერილები გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურას, მთავრობის ადმინისტრაციას, ქვემო ქართლის გუბერნატორს, რუსთავის მერს და იუსტიციის მინისტრს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აღნიშნულ საკითხზე განსახილველად წერილები გადაუგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სამწუხაროდ შედეგი არ დამდგარა. მხოლოდ პროკურატურამ დაიბარა საკითხზე ჯგუფის ლიდერი და ტაქტიანად ამცნო, რომ საქმე ვადაგასულია. რუსთავის მერიიდან ზოგადი პასუხი მოვიდა. წერილში იტყობინებია, რომ ისინი დასმულ საკითხებს შეისწავლიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. მსგავსი შინაარსის ადრე გაგზავნილი წერილის პასუხად მანულის მერიიდან ჯგუფის ხელმძღვანელს მოვიდა წერილი, რომელთაც მანულის მერი ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს უზრუნველყონ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი სამუშაოების განხორციელება. ამის შემდეგ იაღლუჯის სამეზობლოს ჯგუფი დელეგაციის სახით უკვე მეორეჯერ დაახლოებით 15 ადამიანი ხვდება ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს. სერიოზული და დაძაბული საუბრის შემდეგ გუბერნატორის მოადგილე შეპირდა დელეგაციის წევრებს, რომ ორგანიზებას გაუწევდა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის უმაღლეს მოხელეთა წარმომადგენლების შეხვედრას იაღლუჯის სამეზობლოს ჯგუფის დელეგაციის წევრებთან 4 ოქტომბრამდე და შესაძლებელია უფრო ადრეც. ამა წლის 19 სექტემბერს იაღლუჯის მებაღეობის საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა შეხვედრა ქვემო ქართლის წმუნებულის მოადგილესთან. აღვითქვა პირობა, რომ თავის ამ საინიციატივო ჯგუფთან ერთად გამოყოფდა მუშა ჯგუფს, საინიციატივო ჯგუფს ქვემო ქართლის რეგიონში და ჩვენ ყველანი ერთად მოახერხებდით შეხვედრას და მოვაწყობდით შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომ მათ დონემდე და ფუნდამენტალურად დავიყვანოთ ყველა ის საჭიროებო საკითხები, რაც 10,000-ობით რუსთაველ მებაღეს აწუხებს. ამავდროულად სისტემური რეგისტრაციის დრო დავადები იწურება. და უკვე მაშინ, როდესაც გუბერნიიდანაც არადა კონკრეტებული პასუხი მოვიდა, ჯგუფმა გადაწყვიტა გამართოს საპროტესტო აქცია რუსთავში, იუსტიციისა და გუბერნიის შენობასთან 2025 წლის 2 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე. პირველი ნაწილის დასასრული.